მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხის საფეხბურთო ნიუსები. დღეს ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარიცხი ლайკი, რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. საბა გოგლიჩიძის ემპოლის სერია B-ში დაგვეიცდა და დიდი შანსია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ქართულმა ფეხბურთელმა ადგილსამყოფელი გამოიცვალოს. გოგლიჩიძეს ახალი მცურველები გამოუჩნდნენ და მისით სერიას წარმომადგენლები ინტერესდებიან. ტუტო მეკადოვების ინფორმაციით, რომ მას ახალ მწვრთნელს ჯამპიერო გასპარინის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს. ერთ-ერთი ვის ტრანსფერსაც ჯალორის განიხილავს, სწორედ გოგლიჩიძეა. იტალიური გამოცემის მიხედვით, რომასა და ემპოლის შორის საბას თაობაზე მოლაპარაკებები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მიმდინარეობდა, მაგრამ მხარეებმა საერთო ენა ფინანსური საკითხების გამო ვერ გამონახეს. წარუმატებლობის მიუხედავად ჯალოროსის ქართველი ფეხბურთელი არ დავიწყებია, რომ ააპირებს ემპოლის დაუკავშირდეს და საბას გადაბირება კიდევ ერთხელ სადოს. ტუტო მერკადოვების მიხედვით, დედაქალაქელთა გარდა გოგლიჩიძეს პარმა, ფიორენტინა და ლაციო აკვირდებიან. ცნობიშის გოგლიჩიძემ იტალიაში გადასვლიდან პირველივე სრულ სეზონში ემპოლის მაისური სერიაში 33 მატჩი ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა. იტალიური პრესის მიხედვით მისი ღირებულება 7-დან 8 მილიონ ევრომდეა. გიორგი ქოჩორაშვილი თავის ახალ კლუბს ლისაბონის სპორტინგს 1 ივლისიდან შეუერთდება და სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. პორტუგალიური გამოცემა რეკორდი წერს, რომ კლუბმა ქოჩორაშვილისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლითაც ქართველი ნახევარმცველი მოემზადება. ის მაქსიმალურად არის მის სათამაშო პროფილისა და უნარებზე მორგებული. ლისაბონური კლუბი გეგმავს, რომ ქოჩორაშვილი კომაგების წინაშე საუკეთესო კონდიციებში წარდგეს. უმაღლეს დონეზე რომ გამოხვიდე, საამისოდ ნებისმიერი დეტალის ზედმიწევნით შესრულებაა საჭირო. ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭო. ეს კი კაპიტანმა ამერიკამ გიორგი ქოჩორაშვილმა ძალიან კარგად იცის. ჩვენი ინფორმაციით, ქოჩორაშვილი უკვე დიდი ენთუზიაზმით ემზადება და იმ გეგმას მისდევს, რომელიც კლუბმა მას გადასცა. ქართველი სეზონის სტარტს მოუთმენლად ელოდება, წერს პორტუგალიური გამოცემა. შეგახსენებთ, ქოჩორაშვილი 2025-26 წლების სეზონიდან სპორტინგთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ქართველი ნახევარმცველი ლევანტეში 2019 წლიდან ირიცხებოდა და მთავარ გუნდში ყველა ტურნირზე 66 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის 9 გოლისა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა. სენტ-ეტიენში, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი იცავს, ზაფხულში შემადგენლობის სერიოზული გადახალისება იექმნება. გამოცემა ეფექტის ცნობით ლიგა 2-ში დაქვეითებული გუნდი შესაძლოა 10-მდე ფეხბურთელმა მათ შორის დავითაშვილმაც დატოვოს. მიკელ ნადეს გადაბირებით ბელგბერნია დაინტერესებული. სიტუაცია საკვირდება MLS-ში მოასპარეზე ოსტინის. გუნდიდან წასვლას ურს დილანს. კონგოს ნაკრების ფეხბურთელი პანთიაკოსითაა დაინტერესებული. დიდი ალბათობით ჰაიფას მაკიბიში გააგრძელებს კარიერას პიერ კროუნდი. გუნდი უკვე დატოვეს ანტუან გოტიემ და მატივ საბანამ. მწვანეების მთავარი აქტივი ლუკას სტასენია. მას სურვილები ყავს როგორც საფრანგეთში, ასევე ინგლისში. სენტ-ეტიენს სტასენის სანაცვლოდ დაახლოებით 22 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც შეეხება დავითაშვილს. მისი გადაბირებით გალათასარაი და სტრასბურგი ინტერესდებოდნენ. ამ გუნდების რისკს რენის დაემატა. სენტ-ეტიენი ქართულს 10 მილიონ ევროზე იაფად არ შეელევა. ცნობისთვის ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენში 1 წლის წინ ბორდოდან გადავიდა. მწვანეებმა ქართულ ფეხბურთელში 6 მილიონი euро გადაიხადეს. გასულ სეზონში კი ზურიკო 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა. კევინ დე ბრუინი ნაპოლის ფეხბურთელია. სერიას მოქმედმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და ბელგიელი ნახევარმცველის გაფორმება ოფიციალურად გამოაცხადა. KDB ნაპოლისთან 2 წელზე გაცილ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის გახანგრძლივებაც იქნება შესაძლებელი. დე ბრუინი ნაპოლის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მისი წასვლის გაჩენილ ევროპული გამოცემები ოქროს ბურთის ჯილდოზე აქტიურად წერენ და თავიანთ რეიტინგებს აქვეყნებენ. ამჯერად პრესტიჟული ჯილდოს მოგების ფავორიტების სია გიმი სპორტმა შემოგთავაზა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხვიჭა კვარაცხელია მე-7 ადგილზე გაიყვანა. პარი სენ-ჟერმენს სულ დაიჩვენებინა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგების სურვილი და განზრახვა ჰქონდა და გადაწყვიტა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ერთ ფეხბურთელზე ყოფილიყო ორიენტირებული. საუბარი ხვიჭა კვარაცხელიაზეა, რომელიც თავის ფლანგზე არავინ სინდობდა და მთელი ევროპის ყურადღება მიიქცია.
ინტერესის მიუხედავად კვარაცხელია ამბიციურმა პარი სენ-ჟერმენმა გაიფორმა და ხვიჩა გუნდისთვის მეტოქე და დასვის ხაზების გამრგვლევ საშუალებად იქცა. კვარაცხელია ძალიან სწრაფია, მაგრამ დანარჩენებისგან გამოარჩევს ის, თუ რისი გაკეთება შეუძლია, როდესაც ბურთთან ერთად მაღალ სისწრაფეზე მოძრაობს. გინდათ გარიმარბი, რომელიც ორივე ფეხს იყენებს და ალბათ ნებისმიერი მცველის მოტყუება შეუძლია. შორს არ წახვიდეთ. ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ერთდროს პრემიერ ლიგის კლუბები უკავშირებდნენ, სწორედ ასეთი გარიმარბია. პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს შეეძლოთ ასეთი ტალანტისა და არაპროგნოზირებადის მქონე ფეხბურთელი კარგად გამოეყენებინათ. ცნობისთვის გიმი სპორტის რეიტინგში პირველ ადგილს უსმან დემბელე იკავებს. ფრანგ ფეხბურთელს ლამინ იამალი მოსდევს, ვიტინია მესამე, რაფინია მეოთხე, მოჰამედ სალა კი მეხუთე, დეზირე დუე კი მეექვსე. 2024-25 წლების სეზონი დასრულდა. ელდემა კვარესმა ვალენსიას ფეხბურთელების შეფასებები შემოგთავაზა. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ გიორგი მამარდაშვილი შეაგო და განაცხადა, რომ ის ღამურების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ქართველი მეკარე მორიგ სეზონში იყო იდეალურობასთან ძალიან ახლოს. დიდი ძალისხმევის გაგება მოგიწევთ, რათა მისი შეცდომა იპოვოთ. ალბათ სევილიაში დაშვებული შეცდომა გაგახსენდება და სულ ესაა. მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 9 ქულა. ქართულ მეკარის გარდა 9 ქულიანი შეფასებისა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო და გამოცემამ სესა ტარიგა გამოარჩია. დიმიტრი ფულესკასა და დიეგო ლოპესს 8.5 ქულა დაუწერეს, ხოლო ხავიგერას, ლუის რიხოს, ენცო ბარჩენესა და უგო დუროს 8. ცნობისთვის ლა ლიგის 24-25 წლების სეზონში მამარდაშვილმა მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო. გიორგიმ კარიმ შრალად 8-ჯერ შეინახა და 48 გოლი გაუშვა. ნეიმარმა თურქეთიდან შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ ფანთილი ისწერს, სანტოსის 33 წლის ბრაზილიელ ფორვარდს სურს, რომ 2026 წლის მუნდიალზე ნაკრების შემადგენლობაში ითამაშოს. ამიტომ ევროპაში დაბრუნებას გეგმავს. გამოცემის ცნობით ნეიმარის გაფორმებით ფენერბახშია დაინტერესებული, რომლის თავკაციც ჯოზე მოურინიოა. კლუბმა ბრაზილიას ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა გაგრძელების ოფიცით. შეგახსენებთ, რომ ალ-ჰილალში გატარებულ ფროზინონეს ქართველი ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე იტალიური კლუბების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ვერონას ინტერესის შესახებ უკვე დავწერეთ და როგორც ალფორინსო წერს ახალგაზრდა გარიმარბს, სერია-ას კიდევ ერთი კლუბი აგვირდება. იტალიური გამოცემის მიხედვით კვერნაძით კალიარი დაინტერესდა. როგორც გამოცემა აცხადებს, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მათ ტრანსფერი განიხილეს. ფროზინონეს კონკრეტული წინადადება ჯერ არ მიუღია, მაგრამ შესაძლოა ვითარება უახლოეს პერიოდში შეიცვალოს. 2024-25 წლების სეზონში კვერნაძემ მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა. ტრანსფერმარკეტზე მისი ღირებულება კი 1.5 მილიონი ევროა. გიორგის ფროზინონესთან ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კალიანმა გასულ სეზონში 36 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიცია დაიკავა. ვერონას რაც შეეხება მათ როსფულს 1 გოლით გაუსწრეს და მე-14 ადგილზე გავიდნენ. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.